ჩვენ ვერ თანამშრომლობთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან რა. ანუ სამეცნიერო თანამშრომლობა ეხლა კი არის მაგალითად რუსთავის ფონდს აქვს კავკასიოლოგიის საგრანტო კონკურსი, მაგრამ ეს იმდენად ცოტა არის, რომ არ იძლევა საშუალებას, რომ გაამყარო არა და საბჭოთა კავშირის გამოცდილება იმასაც გვეუბნება, რომ რაღაცნაირად სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს კონტექსტი და თანამშრომლობის შესაძლებლობები და იმ რაღაცა ძველ ურთიერთობის ტრადიციაზე ხელახლა, ასე ვთქვათ, აგება რაღაც თანამედროვე სამეცნიერო ურთიერთობების არის გადამწყვეტი რა და მით უმეტეს ამის ინიციატორი ვინც იქნება, ის იქნება ლიდერი იმაში, რა ქვია, რეგიონში და ჩვენ ეს შეგვეძლო მაგალითად არქეოლოგიაში, მაგრამ ნელ-ნელა ეხა მაგალითად აზერბაიჯანის ესე იგი ამ კვლევით ცენტრებს უშუალებელი დაფინანსება აქვთ და ნელ-ნელა მოდიან და იზრდებიან და ვითარდებიან და ეხლა მეც ვაკვირდები, რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგები არიან და ხედავ როგორ ვითარდება იქაურობა. ჩვენ შევჩერდით ეხლა, ანუ იქ სომხეთში ის გამოცდილება აქვს ზუსტად, რომ უარი არ თქვეს მთლიანად ამ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაზე და რაღაცნაირად მოდიფიცირებას ცდილობენ და ნუ რა თქმა უნდა, იქაც დუღილი არსებობს და იქნება, მაგრამ აი ეს არის, რომ ჩვენ მეზობლებს უყურებთ, არც საერთაშორისო რაღაცნაირად ეს მეცნიერები კი ვცდილობთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, მენეჯმენტი ის დონეზე აბსოლუტური უმეცრება ეს არის როგორც გამეფებულია და სადაც რამე წარმატება ხდება, იქ მეორე დღეს ორი ნაბიჯით უკან ვიხევთ რაღაცა ზედა გადაწყვეტილებებით, რომლებიც არც მეცნიერებას ეფუძნება, არც ლოგიკას და არც მენეჯმენტს და